ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ალბათ გახსოვთ, რომ აღდგომაღამეს უფრო გულით და სულით ამბობდით ამ სიტყვებს, რაღაც მინელდა ხო თითქოს. აი ამიტომაც არის, რომ ამაღლებამდე ეკლესიამ დაადგინა და არა მარტო ამაღლებამდე, აი გაბრიელ ქიქოძე, სერაფიმ საროველი ყოველ დღე ასე ესალმებოდნენ ქრისტიანებს, რომ ქრისტე აღდგა, იმიტომ რომ მთელი ჩვენი სიყვარული, სიხარული და მომავალი აი ამ სიტყვებზეა დამყარებული, რომ ქრისტე აღდგა, ჭეშმარიტად აღდგა, ეს არის სახარების მოკლე შინაარსი. დღეს გახლავთ აღდგომიდან მესამე კვირა, მეექვსე კვირა, ბრმის კვირა და დღევანდელ დღეს ეკლესია იხსენებს იოანე მოციქულს, მახარებელს, სიყვარულის მოციქულს. ბუნებრივია ჩვენ ვისაუბრებთ ამ მოციქულზე და მე შევეხებით ბრმის კვირას და ბრმობას საერთოდ, რომ ძალიან ბევრი ადამიანს სულიერი და ხორციელი თვალები დაბრმავებული აქვს, პირდაპირ ვიტყვი ასე რა. და როგორ ამას რა თქმა უნდა, ჩემებურად მე აგეხსნით წმინდა მამამისის დახმარებით. თქვენ იცით რომ ეკლესიამ დაადგინა თავთა მოციქულნი პეტრე და პავლე. მე როგორც ეკლესიის მსახური შემიძლია გავკადნიერდე და გითხრა რომ იოანე ღვთისმეტყველი უფრო მეტია ვიდრე პეტრე და ვიდრე პავლე. ისინი არიან თავნი მოციქულთა, მაგრამ იოანე არის პირველი, დაიმახსოვრეთ, პირველი ღვთისმეტყველი ეკლესიაში, ვინც არის ავტორი, ასე თქვათ, სულიერი სახარების, იოანეს სახარების, ვინც არის ავტორი იოანეს გამოცხადების აპოკალიფსი, რომელიც ყოველივეს მოიცავს, სამყაროს აღსასრული და სამი კათოლიკე ეპისტოლის. აი როცა პირველ საუკუნეში უკვე დაიწყო დევნა ეკლესიის, დაიწყო, ასე თქვათ, კრიტიკა, დაიწყო შენიშვნები, უამრავი მცდარი, არასწორი მწვალებლური, ასე თქვათ, სახარებები გაჩნდა, უამრავმა სექტამ ესეთ იჩინა თავი, დოკეტისტები, მანიქევლები, მონტანისტები და რა ვიცი უამრავი რამ, უკვე ამ დროს ცოცხალიღა იყო დარჩენილი იოანე ღვთისმეტყველი, რომელიც ესე თქვათ 100 წელი ცხოვრობდა. ფაქტობრივად 100 წელი იცხოვრა იოანე ღვთისმეტყველმა და ბოლოს მიდიან მასთან მოწაფეები და სთხოვენ რომ დაგვიწერე სახარება, ჭეშმარიტება რა როგორ იყო, იმიტომ რომ მანამდე უკვე არსებობს სამი სინეპტიკური, ანუ მსგავსი შინაარსის მქონე სახარება, მათე, მარკოზი და ლუკა, მაგრამ ამ სამა სახარებამ ვერ გადმოსცა საეკლესიო სწავლებები ისე, როგორც დღეს ჩვენ ვიცით. მაგალითად, ზიარების შესახებ სწავლება, ეკლესიის სტრუქტურა, მღვდელმთავრობა, მღვდლობა, დიაკვნობა, სულიერი შვილობა, ღვთისშვილობა და ეშმაკიშვილობა, ჭეშმარიტება და არაჭეშმარიტება. მოკლედ, ძალიან დიდი სწავლებები განმარტოვდა მთაზე იოანე ღვთისმეტყველი თავის მოწაფესთან, პროხორესთან ერთად და 3 დღის მარხვის შემდეგ დაიწყო წერა. ანუ მასზე გადმოვიდა სულიწმინდა და პროხორე წერდა ამ ყველაფერს. და როგორ იწყება იოანეს სახარება? თუ თქვენ ვინმესთან გექნებათ და ბუნებრივია გექნებათ პოლემიკა, ისეთი ხალხი როგორიც რასელისტები არიან, იმიტომ რომ იეღოველები ეგენი არ არიან, იეღოვას მიმდევრები ვართ ჩვენ, მართლმადიდებლები, იმიტომ რომ ძველ აღთქმაში იეჰოვა ეწოდებოდა ებრაელებისთვის მამაღმერთს და ჭეშმარიტი ძე არის იესო ქრისტე და ჩვენ ძეში ვართ მამასთან მისულები, აი შეგიძლიათ პირდაპირ წააკითხოთ იოანეს სახარება. პირველიდან იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვა იგი. აი ამას ადამიანი ვერ იტყოდა ბუნებრივია. ეს არის პირდაპირ სული წმინდით შთაგონებული სიტყვები. იცით რომ მათეს სახარება, პირველი სახარება ახალი აღთქმის კანონიკაში და მათეს სახარება პირდაპირ დაწერა მათე მახარებელმა არამეულად, ებრაულად პალესტინაში მოღვაწე ებრაელებისთვის. იცით რომ ქრისტე როცა აგზავნის თავის მოციქულებს ეუნება რომ ჯერ უქადაგეთ ისრაელის დაღუპულ ძეებს, რომ მე არ გქონდეთ მათ სათქმელი, რომ ჩვენთვის არაფერი გაგიკეთებია. ანუ პირველ რიგში გინდათ არ გინდათ უცნაურია, მაგრამ ღმერთი მაინც იმ გამორჩეულ ებრაელ ერზე ზრუნავს, რომ ისინი ისაც ამ პარტავნებაში არიან და რომ მე მიზეზი არ მოიდონ, რომ ჩვენთვის თითქოს არ უქადაგებია ქრისტეს. და აი პირველი სახარება, ასაც ქვია მათე სახარება, დაიწერა მარტო აი 4 სახარებიდან ეს სახარება არის არამეულად. და ეს პირდაპირ დაიწერა მათთვის. მეორე სახარება, უკვე მარკოზის სახარება, ეს არის წარმართობიდან მოქცეული ქრისტიანებისთვის. ძალიან მარტივი და
გასაგები ენით. აი უბრალოდ ძალიან მე მგონი თქვენ თუ წაკითხული გაქვთ, მიხვდებით რომ ამას ბავშვიც კი გაიგებს იქ რა წერია. აი ლუკას ახარება გარკვეული პიროვნების მიმართ დაიწერა, თეოფილია იყო ესეთი ადამიანი, რომელმაც მოითხოვა რომ გაეგო რა წერია, რა იქადაგა იესო ქრისტემ და ლუკამ ახარებელმა, ასე ვთქვათ, დაწერა ამ პიროვნების მიმართ, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენს მიმართაც დაწერა. აი ამ სამას ახარებამ, რომელიც ებრაელებისთვის წარმართობიდან მოქცეულთათვის და გარკვეული მაღალჩინოსნებისთვის დაიწერა, ვერ გადმოსცა ჭეშმარიტების სრული სისავსე და იოანემ სიბერეში უბრალო მებადურმა ადამიანმა სულიწმინდის შთაგონებით დაწერა აი ეს ზუსტად იოანეს ახარება, რომლის გარეშეც ჩვენ ვერ გავიგებთ ქრისტიანობა რას წარმოადგენს. რატო ქვია იოანე ღვთისმეტყველს სიყვარულის მოციქულია? პავლე არ იყო სიყვარულის მოციქული, პეტრე არ იყო, თუ უბრალოდ მინდა პარალელები გავავლო და თქვენ ამას დაუკვირდეთ. მართა და მარიამი. მართას არ უყვარდა ქრისტე? ემსახურებოდა, მაგრამ მარიამს უფრო მეტად უყვარდა და უთხრა ქრისტემ რომ შენ მე უფრო საუკეთესო ნაწილი გამოირჩიეო ჩემგან. პეტრეს როგორ უყვარდა ქრისტე, როგორ ამბობდა დადიოდა מחვილით და მე შენთან ვიქნები ყველამ რომ მიგატოვოს, მე არ მიგატოვებ. ძალიან ფიცხი და ესეთი ფუსფუსა კაცი იყო პეტრე, მაგრამ რა მოხდა მერე? სამჯერ უარყო. მონაქალთან თქვა არ ვიცი ეს კაცი ვინ არის. ძალიან სამარცხინოთ მოიქცა. და ამდროს იოანე ღვთისმეტყველი ჩუმათარი, უფრო მისტიკოსია, არ ლაპარაკობს ბევრს, გულზე ყავს მიყრდნობილი და რატო ყავს გულზე მიყრდნობილი? აქ მინდა ჩართვა გავაკეთო. შეიძლება ბევრმა თქვენ არ იცით რომ ყველაზე ახალგაზრდა მოციქული არის იოანე, 15-16 წლის და თან არის ხორციელი ნათესავი იესო ქრისტეს. და როგორი ხორციელი ნათესავი? დედამისი ზებედეს ცოლი სალომეა არის იოსებ დამწინდველის ნახევარი და შვილი, ანუ იესო ქრისტეს ნახევარი და. თო წერია სახარებაში დაძმა იესო ქრისტეს, აქ არის საუბარი იოსებ დამწინდველის მართალი იოსების შვილებზე, რომელიც მას ყავდა პირველი ცოლიდან. და აქედან გამომდინარე, სალომეა ზებედეს მეუღლე არის იესო ქრისტეს ნახევარი და. აქედან კადნიერდება სალომეა, აი ფერისვალები და რო ჩამოდიან და მიდის. აი ეს ნეპოტიზმი აქედან მოდის, შემოძიფოცება საქართველოში განსაკუთრებით. და ეუბნება რომ თუ შეიძლება, იქ არ წერია პირდაპირ, ხო რა ვინ იყო, რომ შემი შვილები დასხი შენ მარჯვნივ და შენს მარცხნივ. ასეა ხოლმე ჩვენთანაც, რომ მამაო, აი ჩემ ბიჭს დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილი, სტიქარი ჩააცვი რა, შენთან მინდა რომ იყოს. ასეა სამწუხაროდ ხანდახან მაღალ იერარქიაშიც და მან ძალიან გააფუჭა საქმე. როცა ვიგებთ რომ ის არის მაღალი იერარქის დეიდაშვილი, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, აი ეს ხალხი გაზულუქებულები აფუჭებენ საქმეს და აი ამ ხალხს ქრისტემ უპასუხა მაშინვე, თქვენ არ იცით რა სიტყვით. როგორ შეიძლება რომ ნათესაობით და მიიღო სულიწმინდის მადლი, როგორ შეიძლება რომ ცხონდე ნათესაობით, როგორ შეიძლება შენ სტიქარი ჩაგაცვა, უდალათა გაკურთხო, დაგაყენო მე დავითნეთ ან გალობლად, ან მესანთლეთ, იმიტომ რომ შენ ხარ მამაოს ან რომელიღაცა ეპისკოპოსის ნათესავი და ასე შემდეგ. ეს ხდება ჩვენ ეკლესიაში და აი ეს ხალხი ვინც არიან სამწუხაროდ არ გამოირჩევიან არც სულიერებით, არც განათლებით, არც თავდაბლობით, არც სიყვარულით. მაგრამ მათ ვერავინ ვერ ეხება, იმიტომ რომ ესენი არიან ვიღაცეების რაღაცეები. და აი ამ ყველაფერს იესო ქრისტე მაშინვე საძირკვეშივე მოუღო ბოლო და ეუბნება რომ შენ არ იცი თავის, ასე ვთქვათ, ნახევარ დას სალომეას ეუბნება. თან ვიზზე ეუბნება რომ ფაქტიურად იოანე გაიზრდებოდა ბუნებრივია მაცხოვართან ერთად. კი დიდი იყო ქრისტე იოანეზე, მაგრამ ათესავები არიან, ახლობლები არიან და ის გაიზრდებოდა მაცხოვართან ერთად და დარწმუნებული ვარო ბავშვობიდან ჩახუტებული ყავდა გულში. და აი როცა წერია რომ რომელი უყვარდა იესოს, ეს მარტო ერთ სახარებაში წერია, იოანე ამბობს, ეს წიგნიო დაწერა მან, რომელი უყვარდა იესოს, ანუ რომელიც უყვარდა იესოს. ახლა თქვენ ზოგიერთი თქვენთაგანი დაბრკოლდება და იტყვით რომ ღმერთს ხომ ყველა უყვარს. რატო გამოარჩია ებრაელები, რატო გამოარჩია იოანე, რატო გამოარჩია პეტრე ან პავლე. ახლა გთხოვთ რომ თქვენ დაუკრა. ასევე ბრკოლდებით ზოგიერთი ხედავთ რომ აქ რომელიმე მოძღვართან, რომელიმე ადამიანი ცოტა ახლოს არის და ზოგი ბრკოლდება და ვერ იგებს რატო არის ახლოს. კარგად დაიმახსოვრეთ რომ იესო ქრისტემ კი არ გამოირჩია იოანე. ან რომელიმე მოძღვარმა ჩვენ კი არ გამოვირჩიეთ რომელიმე თქვენთაგანი.
თქვენ ერთგულებით, მორჩილებით და სიყვარულით ახლოს ახართ მამაოსთან და აქედან გამომდინარე, თქვენი ერთგულებიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად უყვარხართ მამაოსაც. ვინ უყვარს ღმერთს? რას ამბობს ქრისტე? ვინც ისმენს ჩემს სიტყვას, ვინც ასრულებს ჩემს ცნებებს, აი ის იმას უყვარვარ მე. და თუ თქვენ გინდათ რომ უყვარდეთ თქვენს მოძღვარს და თქვენს ღმერთს, რა თქმა უნდა უყვარხართ, მაგრამ თუ გინდა რომ უფრო ახლოს იყო, დაუჯერე, მორჩილებაში იყავით. უკვე 14 წელი აქა ვარ, რომელი იტყვით, რომელი თქვენთაგანი რომ მე მამა გიორგის ან მამა ზაქარიას ღირსეული სულიერი შვილი ვარ და რასაც მეუბნება, ყველაფერს უსმენ 80% მაინც, ან 70, ან 60. მითხარით, რომელი იტყვით, ან რომელი გამოირჩევით ერთგულებით. ძალიან გამიჭირდება რომ თქვა. თუმცა ეს მარტო თქვენი დაავადება არ არის. მე ადრეს გითხარით და კიდევ მინდა გითხრათ რომ მოვდივარ სამების გვერდზე ქუჩა არის, გონაშვილის ქუჩა ქვია. ხედავ რომ ქალბატონები, გოგონები უკვე თავსაფრებს იღებენ ჩანთებიდან, უკვე მოწესრიგე უნდათ რომ დაიფარონ და გვერდზე ჩაუარე მოძღვარმა და ზედ არ მიყურებენ, წარმოიდგინეთ. ამ დროს ვიღაცა ვაშლის გამყიდველი, ვიღაც რატო ვაშლის გამყიდველი, ხო მარწყვის გამყიდველი მეფერება და შეიძლება უნდა რომ მარწყვი ვიყიდო, მაგრამ რაღაც უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავენ, ვიდრე ის, ვისაც უკვე წაკითხული აქვს ყველა ლოცვები, დაუჯდომველიც ალბათ, იესოდ კბილის და მიდის რომ უნდა ეზიაროს. ანუ სამწუხაროდ მას არავინ არ ასწავლა სიყვარული და ანიქ ვერ ხედავ სიყვარულს. მე მოვდივარ, ჩავდივარ მიწისქვეშა გადასასვლელში, ამოვდივარ მეტეხთან, ჩამოვდივარ და მეტეხიდან ყველა მეორე ქალბატონი მეფერება და მესიყვარულება და კურთხევას იღებენ და ვერ წარმოედგენთ რამხელა სიყვარულს გამოხატავენ და რამდენად ბედნიერი ვარ მე ამას რომ ხედავ. მე ამოვდივარ ნარიყალაზე, მაგრამ აქ იგივეს ვერ ხედავ. აქ ანტიკუნტად, ვინც ხასიათზეა, მოგესალმება, გაგიღიმებს, ვინც რა სულ არ აინტერესებს, ახალი მისი მოძღვარი არ ახარ, სულ არ აინტერესებს. ამას ვიძახი ძალიან გულის ტკივილით. ერთხელ ერთი ადამიანი შემოვიდა, 5-6 ვიყავით, სანამ წირვა დაიწყებოდა და წინ გადაუდექი და გამარჯობა მეთქი შვილო და გაგიმარჯოთ და მეთქა და გაიარა გვერდზე. გინდა არ იყო მრევლი, რახან ტაძარში შემოხვედი, რაღაცის ხო გწამს, შედალოცულო, რაღაცის ხო გწამს. ნუ თუ მე კურთხევის აღებას არ აკითხო, კურთხევა თუ არ გინდა, არც მოგცემს ღმერთი, მაგრამ გამარჯობა ხო შეიძლება თქვა და მე გიკვით, რატოა ეს ქვეყანა მდგომარეობაში? მე გიკვით, რატო ვართ ამ მდგომარეობაში, რომ ჩვენგან არ მოდის ნათელი სოფლისა, ჩვენგან არ მოდის სითბო, ჩვენგან არ მოდის სიყვარული. იოანე და მისი მსგავსი მოციქულები და პირველი საუკუნის ქრისტიანები პირჯვარს არ იწერდნენ. მაშინ პირჯვის წერა არ იყო. ისეთი კარგები იყვნენ, ისეთი მოსიყვარულეები იყვნენ, რომ წარმართები იტყოდნენ ხოლმე, აი ეს ეთყობაო ქრისტიანია, ნახე როგორი სიყვარული გააჩნიაო. ეხლა მითხარით მე თქვენ ქუჩაში შეიძლება ადამიანი იცნო იმით რომ სიყვარული გააჩნია? მე ვცნობ რომ სიყვარული არ გააჩნია, ვცნობ რომ სიყვარული გააჩნია. იმიტომ კი არა რომ მე კურთხევა აიღო და მომესალმა, არა, სხვანაირი სახი აქვს, სხვანაირად მეტყველებს, სხვანაირად იყურება, სხვანაირად დადის, სხვანაირი სითბო გააჩნია და თქვენც ამის მერე ჩემო ძირფასებო გთხოვთ რომ კარგად დაუკვირდეთ თქვენს ქმედებას და თქვენს აქციებს სრულყოფილი სიყვარულის დევნის შიშს. ნახეთ რას ამბობს ღვთისმეტყველი, რომ პეტრე რომელიც გულზე ხელს იცემდა და დადიოდა ხანჯლით, მიატოვა ქრისტე და იოანეს არასოდეს მიუტოვებია ქრისტე. იმიტომ წერია რომ სიყვარული არასადა დავარდების. მიყვარდა, აღარ გიყვარს? გათხოვდი და მოძღვარი აღარ გინდა? სამსახური დაიწყე და აღარ დადიხარ ეკლესიაში. რას ნიშნავს? ესე იგი სხვანაირად გიყვარდა ადრე მოძღვარი, ეხლა სხვანაირად გიყვარს? რაში გეშლება ხელი ახლა მითხარი უბრალოდ? რატომ აღარ დადიხარ? არ გიყვარდა და იმიტომ. ან მაშინ რაღაც გარკვეული გრძნობა იყო და გაქრა აღარ არის. სიყვარული ხო უნდა იზრდებოდეს და უფრო მტკიცდებოდეს. ოჯახი რო შექმენი უფრო მეტად გინდა მოძღვარი, უფრო მეტად გინდა ღმერთი, იმიტომ რომ ჭაპანი გაწიო და დაგეხმაროს ღმერთი მოძღვრით სიყვარულით აღსებული. რატოა ეს ყველაფერი ერთი და იგივე, რატო ხდება ჩემო ძირფასებო? ახალი მოსული ადამიანი იცინის, იღიმის, ჩავიხუტე მოვეფერები, გავზრდი, დავაფრთიანებ, კარგად იყავი, აღარ ახსოვხარ. თითქოს დაწყებითი კლასები იყო სამ ეკლესიაში. ძალიან ცუდი მდგომარეობაა ჩემო ძირფასებო. და ნიშანი სიყვარულისა ეს არის ერთგულება, დაიმახსოვრეთ. არა Facebook-ში გაყინული სახეები და შეჭველი ქალები და მოკლედ სმაილები და რაღაცები, იქ ხო ძალიან მაგრა გვიყვარს ერთმანეთი, მოკლედ არ ვიცი რა. არამედ ერთგულება არის სიყვარულის პირველი ნიშანი, რაც გამოხატა იოანემ. წარმოიდგინეთ, რომ ის იმიტომ დაწერა ყველაფერი, რომ შეყვა პრეტორიაში ქრისტეს, გაყვა ჯვარცმის დროს და
იქ როცა ღვთისმშობელი და იოანე დგა, ზოგს გონია რომ ისიც ქალია, იმიტომ რომ წვერი არ ქონდა, იმდან ახალგაზრდა იყო და რა უთხრა? აი ერთგულებით იოანემ რა მიიღო ღმერთისგან? დედაო, აი შენი შვილი და შვილო, აი დედა შენი. აი საჩუქარი სიყვარულისა. რომ ვისაც უყვარს ღმერთი და ერთგულია მისი, ღვთისმშობელი ხდება მისი დედა. ანუ შენ სულიერი ძმა ხდები იესო ქრისტეში მამა ღმერთთან. ამაზე დიდი რაღა უნდა მოგცეთ, ეხლა მითხარით თქვენ ქრისტე. ბოლომდე ერთგულია. თან ამ დროს არ იქადნიდა, არ ამბობდა რომ ამას ვიზავ, იმას ვიზავ, სულიერი მჭვრეტველობით ჩაღრმავებული მიხვდა, რომ ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი, დაწერა სახარება, დაწერა გამოცხადება, დაწერა კათოლიკე ეპისტოლეები და მას რო იცოდეთ ეკლესიური სწავლებით, როგორც ელია და ენუქს სიკვდილი არ უხილავს. ანუ ის კვლავ მოვა და ანტიქრისტეს ამხელს. უკვე ასაკიანი იყო და დაახლოებით 100 წლამდე იყო, ხაცა მიიყვანდნენ, ყველგან ელოდებოდნენ მისგან ქადაგებას. უკვე ვეღარ ლაპარაკობდა, როგორც ჩვენი პატრიარქი. ვეღარ მოძრაობდა, ტახტრევანზე ამხედრებული დაყავდათ და ეუბნეოდნენ, იოანე გითხარი რამე, იმიტომ რომ იმდენი მწვალებლობა გაჩნდა უკვე პირველივე საუკუნეში, როგორც მოგახსენეთ, რომ აინტერესებდა და ცოცხალი მოწაფე, მოწმე ამას ნიშნავს, იეღოველები მოწმეები არ არიან, მოწმე არის ის, ვინც იხილა ის პირდაპირ იესო ქრისტე და იყო ამ ყველაფრის, ასე თქვათ, თვითმხილველი. და იოანე ამბობდა, რომ შვილებო, ერთმანეთი გიყვარდეთ, რამე თუ ამაშია გადმოცემული მთელი ქრისტიანობის სისავსე, სულიერება და თავდაბლობა და სიყვარული. აი ამიტომ არის რომ წირვის დროს, არ ვიცი თქვენ უსმენ თუ არა, ასეთი სიტყვები ითქმება, ვიყვარებოდეთ ურთიერთას, რათა ერთობით აღვიარებდეთ. თუ ჩვენ არ ვიყვარებით ურთიერთას, ერთობით ვერ ვაღიარებთ იესო ქრისტეს. ამიტომ არის ხმაური, ამიტომ არის ერთმანეთს არ ვიცნობთ, ვისი ვინ მოძღვარი, ვისი სულიერი შვილია, რა მნიშვნელობა აქვს ჩემო თვითფასებ, როგორც გითხარით, ჩვენ ყველა ვართ უფლის სულიერი შვილები და აქავე მინდა დავძინო ძალიან საინტერესო მომენტი, რომ ერთგან იმდენად მოშურნე იყო იოანე და იაკობი, ერთ სოფელში ქრისტეს არ მიიღებენ და სთხოვენ, რომ ქუხილი, ანუ ელვა, ჭექა ქუხილი მოუვლინე ამ სოფელს, რომ ეს სოფელი გაანადგურეო. და იესო ქრისტე ეუბნება, რომ თქვენ ახართ ძენი ქუხილისანი. ნახეთ რა საინტერესოა, ბანერგეს, ეს რას ნიშნავს? რომ ჩვენი სიტყვა, ჩვენი ქადაგება, ჩვენი საუბარი უნდა იყოს როგორც ქუხილი გაისმას. ხა ისე კი არა რომ შენთვის რო ლაპარაკობ და რო არ ესმის არავის. უგულოდ რო ლაპარაკობ. აი როცა შენ საზოგადოებაში ხარ, ისე უნდა იმეთყველო, რომ ქუხდეს შენი სიტყვა. მე არ ვიძახი რომ ფილოსოფიურად და რაღაც არა. იმდენად გულით და სულით უნდა თქვა, სათქმელი რომ გაიგოს ხალხმა რას ლაპარაკობ და აი იაკობს და იოანეს ქვია ძენი ქუხილისანი, ანუ ბანერგეს. და ეს არის მართლმადიდებლობა, ჩემო ძვირფასებო, რომელიც ხშირად უკვე აღარ ქუხს. იმიტომ რომ მინელდა, ძალიან მინელდა მარტო ოჯახის დღეს დავდივართ იარაღ რასხმულები, ბაირაღებით და ეს ძალიან კარგია, მე მივესალმები, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვჭირდებოდეს მართლმადიდებლობის პროპაგანდა, ასე თქვათ, ასეთი მიტინგებით და ასეთი პარადებით. იმიტომ რომ ერთი ადამიანი მაინც თუ მოიპოვებს სულიწმიდის მადლს, მის გარშემო ათასები ცხონდებიან. როგორ ფიქრობთ? სერაფიმ საროველი დადიოდა ასე და იმაშვებოდა? ტყეში გადაკარგულში იყო და მასთან მიდიოდა ათასობით ადამიანი. რატო? იმიტომ რომ ის ანათებდა, სულიწმიდის მადლი ქონდა. და შემიძლია თამამათა თქვა, მე შემიძლია აი პირდაპირ გითხრათ, რომ თანამედროვე წმინდანებს ძალიან ეჭვის თვალით უყურებდი ყოველთვის. ეს მაგ ამის უფლება, იმიტომ რომ ეკლესიაში ყოველთვის კანონიზაცია ხდებოდა 100 წლის მერე, 100 ასე თქვა დიდი ხნის მერე. აი მე ვაკვირდებოდი ყოველთვის მამა გაბრიელი რატო უყვართ ყველას? რატო არის გამორჩეული? დიდი განსაკუთრებული მიხადაგებელი და დიდი შრომები არ დაუტოვებია, მაგრამ მამა გაბრიელი ქართველებს გვახსენებდა, რომ ჩვენ სიყვარული არ აქვს. და თავისი ქმედებით და საქციელით სიყვარულის ქადაგებელი იყო. აი როგორც იოანე ღვთისმეტყველი უქადაგებდა ებრაელებს, აი ესე მამა გაბრიელი ჩვენ გვიქადაგებდა სიყვარულს. ძალიან ბევრი მღვდელმთავარი ახლა იხსენებს, რომ აი როცა ცოტის ხოვერში მოღვაწეო და მამა გაბრიელიო გვეუბნეოდაო, რომ თქვენ სიყვარული არ აგაქვთო. და მაშინ ამას ვერ ხვდებოდი და ვღიზიანდებოდითო და ახლა ვხვდებით, ეს რას ნიშნავს? სიყვარული არ არის ის, რომ გაიხარე, ვაიმე რა ლამაზი ხარ, გენაცვალე, არა, სიყვარული არის ერთგულება. დადგება დრო, მე არა ვარ წინასწარმეტყველი, ჩვენ პატრიარქს დაუწყებენ
აშკარად გინებას. არა, უკვე დაუწყეს გინება ვიღაცებმა, მაგრამ შიგნიდან დაუწყებენ გინებას ისინი, ვინც მისი ხელიდან იკვებებიან ახლა. იცოდეთ კარგად. მაგრამ აი მაშინ გამომჟღავნდება ვის უყვარს პატრიარქი და ვის ძურს. ანუ თუ გიყვარს პატრიარქი, თუ გიყვარს იესო ქრისტე, თუ გიყვარს დედა ეკლესია, დაიცავი მცნებები ეკლესიის, დაიცავი სწავლება იესო ქრისტესი, იოანე ღვთისმეტყველი, შენი მოძღვრის და ამაში გამოიხატება შენი სიყვარული და შენი ერთგულება. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ ჩემო ძვირფასებო, ეხლა ჩაიხედეთ თქვენს გულში კარგად, ვის გიყვართ ღმერთი. ჩვენთან არის ღმერთი.